წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, როგორც ქართული სპორტის და წყალბურთის ხომალდ მოესწრებათ. ხვალ მსოფლიო ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე 2016-17 წლების სეზონის დასკვნით შეხვედრას გამართავს. მეტოქის სერიოზულობაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, გეტყვით მხოლოდ რომ იტალია, ერთგვარი ცით საჯილდაო ქვად მართალია, ეხა წყალბურთის აძური არ გამოდგება, თუმცა ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის სამგზის ჩემპიონის სტუმრობა და მართლაც თვალსასეირო დიდი სანახაობის ხილვა მით უფრო რომ ჩვენთვის დიდი პატივი და პრესტიჟია იტალიის ნაკრების სტუმრობა, ცალსაღად შეიძლება ითქვას. აქვე გაუწყებთ რომ საღამოს 20 საათზე იწყება შეხვედრა, რაც იმის მანიშნებელია რომ ხვალ საქართველოს იტალიის ფუტზალის შეხვედრაც ასე ემთხვევა, თუმცა არის ეგრეთ წოდებული ლუფტი ნახევარსაათიანი დრო, რათა ასე თავგადაკვლილ ქოლმაქს ფეხბურთის და წყალბურთის შეგიძლიათ ორივე შეხვედრას დაესწროთ და ეს აუცილებელიც გახლავთ. აუცილებელი რამდო ეროვნულ ნაკრებს მოესწრებათ თუ როგორი პეცი და ხიბლის დევსთან და როგორი გაფრთხილება ჭირდება და უპირატესად ქომაგიდან. და ეს საერთოდ რა ვითარებაა დღეს ქართულ წყალბურთში, რა მდგომარეობა, ამის შესახებ გაახლეთ ლეგენდარული ქართველი წყალბურთელი, აიცით მე სლენგისთვის მომიტევეთ, ეს ჩემი თაობის ერთ-ერთი ულამაზესი უნიჭიერესი მოთამაშე, ასე უწოდებდით მაშინ სლენგისთვის კიდევ ერთხელ ბოდიშ ვითხოვ ასე სპორტულად ჟღერს კლასნი იგროკ, აი ესე მოიხსენიებოდა ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი ბატონი შოთა ბაღათურია. ბატონი შოთა, საღამომშვიდობის, როგორ ბრძანდებით, როგორ გიგითხოთ? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ხესვენას. რა ვიცი, კარგად ბრძანდებით, აი ხვალინდელი მოლოდინსში ვართ, ამ ეიფორიაში უძლიერესი გუნდი შევეტაკოთ, შევებრძოლოთ, პროგრესი არის, მინდა გითხრა. ევროპის ჩემპიონატი გახსოვთ 21 დაუმარცხლით. იმის გახსენებას. ხო, არც მინდა, მაგრამ კარგია შედარებისთვის, იმიტომ რომ შემდეგი 14-5 უკვე იტალიაში თან მით უმეტესო ერთი პერიოდი ჩვენ პირველი პერიოდი მოვიდა 3-1 და ამარცხებდით ამ გუნდს, ძალიან დიდი პროგრესია და თან უკვე იმდენი უცხოელიც აღარ აქვს გუნდში, რასაც სულ ესე გვაქეზებდნენ და გვაძახებდნენ, მხოლოდ 2 დაგვრჩა. და დანარჩენი მთლიანად გუნდი დაკომპლექტებულია ქართველი წყალბურთელებით. ახალგაზრდა წყალბურთელები, კი აშკარად მობერდა, ხო? ელაჩა ისეთი შტაბეჭდილება მრჩება და ელეზმა დაანება. ელაჩა კიდე თამაშობს და ძალიან კარგი ფორმაშია. იგი იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობს. და მაგრამ ასაკი დაეწყო ხომაის ბატონი სიმართლე გითხრათ, ყაზანში ჩატარებულ შეხვედრაში ელაჩას თამაში ცოტა არ იყოს კრიტიკას ვერ უძლებდა. აი ყაზანთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, აი რაღაც ისეთი შტაბეჭდილება იყო, რომ თითქოს რაღაც არა სპორტული გარემო იყო შექმნილი. თუმცა მე ხა ამის შესახებ ბატონ შოთა, იცით ისეთი მომენტია, რომ ქომაგი იყო გაცილებით მეტი ტრიბუნაზე, ქართველების ვიდრე ამას ხოჯორის რუსების გაოცებული აღნიშნავდნენ. რა თქმა უნდა, რუსების ფრიალი იყო ყველაფერი. იყო შენძახილები ყველა უკვე აქედან მე ვფიქრობ, რომ უკვე გუნდი როდესაც გაემგზავრა, უკვე რაღაცნაირად შეგუებულები იყვნენ იმას, იმიტომ რუსეთი ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ აქ რო დავმარცხდით, მაგრამ აი იმ თამაშმა გაგვტეხა ერთი ბურთით მოსაგები თამაში აბსოლუტურად. აი ვიტყოდი პირდაპირ რომ საჯმა ესე იგი, გააფუჭა მთელი თამაში, როდესაც 42 წამი რჩებოდა და მოთამაშე გაგვიგდო მასპინძლებს როგორც წესი, საჯები ესე არ ეპყრობიან, პირველად გაოცებული ვიყავი ამ საჯის ესეთი უხეში საჯობით, გაგვიგდო ახალგაზრდა მოთამაშე და უპირატესობა უკვე ბოლოს 15 წამი რჩებოდა, როცა შეგველო მაინც ფრედზე შევჯერებოდით, მაგრამ ბედმა ესე ინება და დავმარცხდი და გუნდიც უკვე აქიდან რო წავიდა რუსეთთან, ახლა სახში მოგება ძალიან რთული იყო და აი მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი შეცდომები, იგივე აი ამ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიყავით რა მთლიანად გუნდი. მე ესე რასაც უყურე ხა ტელევიზიით შემილია გადმოგცეთ, რაც ესე იგი ეკრანიდან ჩანდა, ძალიან წნეხის ქვეშ იყვნენ და ამიტომ ვფიქრობ, რომ ის რეზულტატი რუსებმა დაიმსახურეს, დამსახურებულად გაიმარჯვეს, იმიტომ რომ
ნუ ეხლა ძალა აღმარცხნავსო ვერ გამოვიდა. ბადოშო და ბოლო თამაშებში აშკარად იცით ნუ რუსებთან თამაში მოდი ვაღიაროთ რომ იყო თბილისში ეროვნული ნაკრების არსებობის მანძილზე მხედველობაში მაგ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში უდაოდ საუკეთესო შეხვედრა თამაშის ხარისხით ნუ ერთადერთი ჩემთვის ძალიან ისეთი პატივსაცემი და საორლე ადამიანი არა მარტო ჩემთვის აი ქართული წყალბურთის ასევე ლეგენდარული მეგარის მე და ბადონი გედა თუგვაძე მარტო ამაში ვერ დახვდებით რომ მე მაინც გონია მაბადიეთ რომ თამაშობ ცარიელი კარი შეიძლება მე უბრალოდ გელას და ასევე მიშა გიორგაძის ხუჩა კიდევ სოფლიო ჩემპიონის უბრალოდ მათი თამაში შტაბიშტილება მომყვება და 4 ათეული წელია თითქმის ნუ 3 მინიმუმ გასული ხო მაგრამ არა ისიც ნუ ის მაინც ალბათ რაღაც სხვა და კიდევ ორი ამპლუა ეს პრობლემა ვერ ტვირთავთ ნუ უმცროს ბითას და ეს მიმაჩნია რომ ეხლა ჩემზე კარგად მოიხსენებათ როცა ცენტრი არ იტვირთება არის სერიოზულად უკვე გამთამაშებლის პრობლემა ფლანგებზე ნუ პრობლემა არ გვაქვს ხო იქით მიშიგო აქეთ უკან ეს გადასვლასაც დროულად ვახერხებთ ყველაფერს მაგრამ აი რაც შეეხება გამთამაშებას ბადონიშო და მოიხსენებათ რომ განსაკუთრებით მესამე პერიოდიდან ხო იწყება ჩვენთვის აი ესეთ ციებ-ცხელების მომენტები როცა ხანდახან რიცხობრივი უპირატესობის დროს ფიზიკურად ვერ გძნობთ რომ არის რიცხობრივი უპირატესობა მე ვარ ბურთი ჩათამაშება წარმოვაბობდა პროფესიონალურად მიუდექით საკითხს და ეხა ბევრი საკითხი შეეხეთ ცენტრალურ თავდასხმას რაც შეეხება ეს უნიჭიერესი ეს აუცრება რა ნუ ჯერ მაინც მე ვთვლი რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა კი პატარა ეს რო გახდება 22-20 რო აცდება და უკვე აი ეს კაცი რასაც ქვია ჩამოყალიბდება ნუ დამიჯერეთ რომ არა ეს იქნება მე ლეგენდას ამყვანი მოთამაშე აი არ მეგულება რომ ვინმე მაიყვანოს ვითაძე იმიტომ ძალიან ძლიერია ამის გაბარიტები მონაცემები იმიტომ რომ ჩემი ნათლულია და ძალიან მიყვარს ეს ბავშვი და ძალიან გულშემატკივრობ რაც შეეხება და როგორც პიროვნება არის საოცრად კეთილშობილი აი ესეთი ისიც მინდა ხაზი გაუსვა რომ იტალიაში თამაშობს ძალიან კარგი გუნდში არის და კარგი გადაწყვეტილება მიიღეთ რომ გუნდში გაუშვით სადაც ეკნებოდა პრაქტიკა არა უკვე ბევრი ბიჭები ახალგაზრდები წავიდნენ მესხი გიორგი იმენაიშვილი ძალიან კაი ბიჭი არის ძალიან ბევრი ახალგაზრდები მიდიან და ძალიან სწორი გადაწყვეტილება როზუკას ეხა რუმინეთში თამაშობს მიშაც ითამაშებდა რომ არა ნუ რაღაც გარკვეული საკმაოდ ესეთი გესახმებით რაც შეეხება ეხა ფლანგურ თამაშს და უპირატესობას ზედმეტში ეს არის აქილევსის ქუსი ჩვენი ნაკრების ჯერჯერობით იმიტომ რომ ეხა მოგეხსენება ჩვენ ჩემპიონატი არ აქვს საქართველოს არ აქვს სპარინგ პარტნიორი ისეთი რომელიც შეძლებს აი ეს ყველა კომბინაციები დაამხეცონ და ამუშავონ ასე ვთქვათ ყველა გასულია უცხოეთშია ამათი შეკრება ეს ძალიან დიდი სპონტანურად ხდება სამწუხაროდ იშვიათად თამაშების წინ ერთი კვირა ორი კვირა და ეს საკმარისი არ არის ისეთ გუნდებს გაუთამაშო ზედმეტი მოთამაშე როგორიც რუსეთია იტალია და აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ეს არის ჩვენი აქილევსის ქუსლი ეს იქიდან გამომდინარეა რომ მეტი თამაში მეტი შეკრებები მეტი ერთად ყოფნა ესე ჩვენ დროს მე მახსოვს რომ 60-მდე თამაში ქონდა ხოლმე ჩემპიონატში მარტო ჩემპიონატში სხვადასხვა დონეზე და იქ ერთი გამოხედვა მოთამაშის და თვალში რო გახედავ უკვე იცი სად უნდა მიაწოდო პასი ასე ვთქვათ აი ეს დეტალებში თუ ჩავალთ უფრო სინქრონული მოძრაობა სინქრონულად ხდება და შეიძლება საერთოდ მოთამაშეს არ შეხედო და იცი ის შენგან ასე აი ბოდიში ცენტრს როდის დაუგდო რომ ეგრეთ წოდებული აი ისევ სლენგისთვის პერიოდი ანუ არ ჩაგიჭრან ბურთი არ დააზღვიოს ან უბრალოდ მეკარემ არ ჩაჭრას არ დააზღვიოს ცენტრმა და ამ ბატონო გეთანხმებით აბსოლუტურად ყავდნენ ჩვენ ახლა ჩემ დროს იყო მოთამაშეები რომლებსაც აი თვალდახუჭულად გენდობა რომ იცი სად უნდა მიცე პასი თან გამთამაშებლის ფუნქციაზე თქვენ რო ძალიან ბევრი საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო კი სერიოზული იყვნენ ეხლაც კარგი ბიჭები არიან მაგრამ ხო გეუბნებით ამას უნდა აი როგორც სპექტაკლის რეპეტიციები და ყოველდღიური მუშაობა ასე ვთქვათ მოთამაშესთან ეს სხვანაირად არ გამოვა რა არაფერი იმიტომ რომ ეს უშუალოდ ამას ეხება რომ ძალიან ბევრი თამაშები გჭირდება რა ბადოშო და არ შეიძლება არ ვისარგებლო და თქვენც არ გითხოთ ყველა სპეციალისტს უსვავ ერთი და იგივე კითხავს ისეთ მე პირადად რჩება ისეთი შტაბიშტილება რომ აი სპორტის სათამაშო ბურთიან სახეობებში სადაც თქვა ბოლო 2000 წლის განმავლობაში ნუ მოხსენება და შედის კორექტივები მხედველობაში მაგ უშუალოდ ფორმატიც წესებიც ყველაზე ძალიან დავზარალდით ჩვენ ასე ქართული წყალბურთის მიმდევრები და რატომ მე მინდა გაგასცენოთ რომ თქვენ აი უშუალოდ ხო როცა აი საუკეთესო ეპოქა გქონდათ ნუ ის
იყო 4-5 წუთიანი 20 წუთი თამაშობდი კი ბატონო ნუ ავიღოთ 6 კი მოდი ავიღოთ და მაშინ რატო ვიხსენებ იმ პერიოდს მაშინაც კი ყოველი მესამე შეტევა მიდიოდა ეგრეთ წოდებული ამოსუნთქვის პრინციპით ფაქტიურად არ უტევდით გვეჭირა ბურთი და მერე ვაგდებდით შესაბამისად და რისი თქმა მინდა 20 წუთი ეხლა არის მოგიბდით ჩემი თავი 32 ანუ ერთ ნახევარჯერ მეტი გაიზარდა მეორე პერიოდის მიწურულს თუ არ არის გუნდი მომზადებული ეს ქალაქური შეძახილი მიდის რომ გოლი გადა ხო ნუ არა იმიტომ რომ უკვე არა ნუ რეალურია და გითხრათ რომ მიდის ეხლა საუბარი რომ ისე უნდათ დააპატარაონ მოედანი ისე უნდათ რომ დრო შეამცირონ მაგრამ მოთამაშეების რაოდენობაც უნდათ რომ შეამცირონ ამაზე საუბარი უკვე დაიწყეს მაგრამ ნუ მე ვთვლი რომ უკვე არ ვიცი აი უნდათ რომ დინამიური გახადონ უფრო საყურებელი გახადონ შემცირდება უშუალოდ შეიძლება შემცირდეს მოედანის აუზიც შეიძლება შემცირდეს კარის ზომაც და ბურთის ზომაც აი არ ვიცი მიდის ჯობა და ამ საკითხზე ალბათ უფრო კომპეტენტური არის ჩვენი ბითაძე სანდრო რომელიც აიჩიეს ხოთაშურის საერთაშორისო ლენჩი სერიოზული თანამდებობა აქვს სანდროს კი უკვე საჯებთან და აი ამ უკვე აი ეს ძალიან დიდი მიღწევაა მინდა ვთქვა რომ სანდროს უკვე აქ доступი ესე ვთქვათ მიწდომა აქვს წტომილება აქვს რომ ამ ჩაერთოს ამ საკითხებში დისკუსიებში მონაწილეობა მიიღოს და უკვე პირდაპირ ენით გადმოგცეს ესე იგი ჩვენ თუ რა ხდება წყალბურთში სიახლეები რა იგეგმება და როგორ იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია რა მაგრამ თავარი მაინც რა თქმა უნდა ამასთან ერთად პარალელურად შეება ის ყბადაღებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ელემენტალური ყურადღება წყალბურთის მიმართ. აი ჩვენი ძალიან შეეხეთ ძალიან სენსიტიურ საკითხს, რომელიც ნუ აი დიდი ხანია უკვე რა გვაწუხებს და ძალიან გვაწუხებს. ნუ რომ ჩამოვთვალოთ ეხლა დავიწყოთ ორთაჭალის აუზიდან გახსოვთ სამი აუზი იყო იქ შემდეგ ლაგუნა ვერეზე რაც დაემართა ეს ბაბადე ესე ბადუშა და არავინ არ იცის დღემდე რა მოხდელობაში იცით ლაგუნა ვერე ვის განკარგულებაშია და რა ბედი უნდა ეწიოს ამდენი წელი ეს საკითხი დგა კითხვის ნიშნის ქვეშ და პასუხის გამცემი ოფიციალურად საჯაროდ ეხა ვიღაცა შეიძლება გაიღიმოს რომ იქ ყველაფერი მოყომა არ ვიცი ხა ნამდვილად ვის რა სად რა მოყომარებული მაგრამ ნამდვილად ოფიციალურად აი ესე იქ გაკეთდა განცხადება რომ უმოკლეს პერიოდში უნდა კაპიტალური რემონტი ჩადარებოდა და დაბრუნებოდა ქართულ წყალბურთს ამაზე ეს არის გაჩერება აბსოლუტურად ნუ კარგით ის ვაკის აუზის თანთქეს და შეიწერეს ეს ხო ქართული წყალბურთის მექა ქართული წყალბურთის სამჭედლო და ჩვენ აღვნიშნეთ რომ ეს ძალიან ცუდა დაგვემონდებოდა არა მარტო წყალბურთის იქ იყო ულამაზესი კოშკურები კი აღავლაბაროკო აი დღეს ხო და სინქრონული ცურვა წყალშიხტომა წყალბურთი ეს ერთი ფედერაცია და ერთი მის ქვეშ არის ეგიდის და დაფინანსებას სრულად ერთად არემ თავმოყრილი უბრალოდ ეს აუზები აი აშენდა დიღომში მაგრამ ის ალბათ სამთვიანი აუზია არ ვიცი ის როგორ აკიდე ის ყოფილ სპორტის პირველ თავკაც რა თქმა უნდა ბჭყალებში გაგებ უდესი მადლობა უნდა უძღვნა და ფრაზა ჩვენ გამოვასწორებთ ერთი დავიდი რა გამოვასწორეს სადრა გითხარი გეხოცები რაღაცა ეს ბითური ხალხი ცოტა გაგვანათლე და კარგად გამოსწორდა ბჭყალებში გაგებით აუზი რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით უნდა ყოფილიყო ძვირფასო მეგობრებო და ცოტა ამოვისუნთქებდით ოდნავ იმიტომ რომ ქალაქისთვის და ქვეყნისთვის ორი თანამედროვე აუზი ბევრს არაფერს ნიშნავს დაურჩით ღია ტიპის, იქ არ ვიცი, იქ ალბათ ისევ დავიდიჩი უნდა ჩაუშვათ თავის ახლობლებთან ერთად, ამას სრული სერიოზულობით ვამბობ და ვრჩებით ერთადერთი ოლიმპიკი საწყლოსნო კომპლექსის მოხსენებად ჩვენი ერთადერთი, ისიც რომელიც ისიც არასტანდარტია, იქაც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კიდევ ერთი ლეგენდა ქართული წყალბურთის უკეთილშობილესი ადამიანი, ყველას კარგად იცნობ თქვენ ბატონი ალიკო ნიკოლაიშვილი, რა თქმა უნდა, ჩვენი ღარამანი, რომელიც აი სწორედ მის მხრებზე, მის ფიზიკურ, მის ჯიბეზე, მის ფინანსებზე დგა რომ ეს აუზი დღეს ფუნქციონირებს ვიცე-პრეზიდენტის საწყლოსნო სახელობით და გარდა ამის რომ ეს ადამიანი აი დაშურა კი არა არ ვიცი რა ფაქტობრივად მე ხა შეიძლება უდიდეს მეცენატებს შევადარო ამ ადამიანის აი მართლაც შეიძლება იყოს ბოლო კაპიკი დატოვოს ხო და აი ესეთ ვითარებაში ვერბაზო მეგობრებო რამდენ ხან შეიძლება რომ ქართული წყალბურთი იყოს ამ ბოროტი მამინაცვლების ხელში ნუ ხარ შეიძლება და ეხა არა მარტო წყალბურთი მოკლედ ეხა ჩვენ განსემაში პირველი სარეკლამო ჭრა და სხვადასხვა დაგიბრუნდებით ხვალ იტალიასთან თავი იცი რომელ იტალიასთან მე გახსოვთ ყოველთვის
მაგალითი რომ მომყავს ხოლმე თქვენთვის იტალია რომლის მარტო წყალბურთის ფედერაციის ბიუჯეტი არის 50 მილიონი ევრო ჩვენი რამდენი არის კითხავთ 4-ვე სახეობის აი ამაშია საქმე Sport Time. Radio იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ძლებს ზურბას მეგობრებო ჩვენს სპორტულ ტოქ-შოუს და კიდევ ერთხელ შეასწრებთ რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ლეგენდარული ქართველი წყალბურთელი შოთა ბაღათურია ვისი ვაჟი მიშა ბაღათურია მიშიკო ბაღათურია გახლავთ ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი არ შეიძლება ბუნებრივია გადაზიმა და ალბათ მე არც ვიქნები გამონაკლისი წარმოუდგენელია რომ არ გითხონ ამ მეტად ნიჭიერ სიმპათიურ ახალგაზრდა კაცზე აი ნუ ვითარების და გარემოებათა გამო ნუ ამ წუდისათვის მიშიკო უგუნდოდა და თუ არის რაიმე ცვლილება ამ ხრივ უხვარი გეგმება ბატონშო და უახლოეს მომავალში რომ მიშიკო ვიხილოთ სადმე ლეგიონერად არა უგუნდოდა არ არის იგი მერის გუნდში თამაშობს ეს ხო არა მე გუნდს გულისხმობ ეხა მიშას კლასიდან და ნიჭიდან გამომდინარე უკვე არა უცხოეთში უკვე მე მგონი არ ჯერჯერობით არ არის არანაირი მოღვაწეობა არ თუმცა მაბადე რუსეთის თამაშმა კიდევ ერთხელ ცხადყო თბილისში რომ უდიდესი პოტენციალი აქვს შინაგანი რომელიც ჩამოვიდა ნუ ეხა არა ნუ ეხა იმ გოლების გადანა ნუ რატო ეხა 29 ხო არ არის ეხა მაისში უკვე 30-ის გახდება და ნუ არ ვიცი ეხა მისი პირადი გადასაწყვეტია მე აბსოლუტურად მის ასე ვთქვათ კარიერულ წინსვლაში ან რაღაც გუნდების ზებნაში მონაწილეობას არ ვიღებ მას იმდენა ისედაც ძალიან დიდი გამოცდილებაც აქვს მეგობრები ძალიან დიდი წრეყავს მოგეხსენებათ იგი თამაშობდა დინამო მოსკოვში შემდეგ გერმანიაში მე დაბრუნდა და უნგრეთშიც თამაშობდა სერიოზულესი სკოლა გავლილი ხარ ძალიან დიდი სამეგობრო წრეყავს და თუ რამე გუნდში მოუნდება მე მგონი მას არ გაუჭირდება ჩემი დახმარება აბსოლუტურად არა მე დახმარების ხრივ არ მეკითხავს ბატონო არა ხო არ იგებება არ გონია ჩვენ საერთოდ ოჯახში არ საუბრობთ ხოლმე წყალბურთზე აი რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს ბევრ თემებზე იმიტომ რომ ისედაც დღეში ორი ვარჯიში მთელი დღე წყალბურთი და კიდე სახში ხა ამ თემაზე რომ გავაღვიოთ საუბრები არ ხდება ხოლმე და ჩემი მეგობრები გაკვირვებულები არიანო როგორ წარმოსადგენია ხო ეს ხდება გუნდში ან ეს ხდება საერთოდ აბსოლუტურად სხვა მხრიდან ვიღებ ხოლმე ინფორმაციებს და რა ვიცი აი ესეთი სიტუაცია მიშიკოს თავარია რომ ეხლა ახალგაზრდები უფრო წავიდნენ ან რაღაც ჩემპიონატი მე ჩვენს გვაქვს ეს საუბრები მეგობრებში ამ წყალბურთის წრეში რომ ალბათ კარგი იქნებოდა და დათორურუაც ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტის ბერს ფიქრობს თუ როგორ გააკეთოს ისე რომ ან ჩემპიონატი გაიზარდოს ჩატარდეს პატარებში ტარდება და ან კარგია ყოველ შაბათ-კვირას თამაშებია ბათუმის გუნდი ყავს ქუთაის საჩხერეს რუსთავს თბილისის რამოდენიმე გუნდია ეს ძალიან გვახარებს რა კი აი ეს არის პირველი ყლორტები რაც ბოლო კი აი ძალიან გვახარებს რა ის მომენტი რომ ბათუმში აუზი არ არის და მაინც ახერხებენ ეს გიზმისპირე ხო წარმოგიდგენია ნუ ეხა ეგ ზღვაში არ უშვებენი არის იქ რაღაც აკვატორიები სადაც ტალღები არის ეს ხო გასათვალისწინებელია ზოგადად და დროულად არის საჭირო ამაზე რეაგირება მარტო რო არის და ეს ამხელა ტვირთი აწევს არა მარტო წყალბურთი ხო სწორია ეგ ცურვა წყალში ხტომა ეხლა საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა სინქრონულ ცურვაში და ერთი მინდა რა ალბათ ხაზი გაუსვა ერთ მომენტს ჟურნალისტებს არ ვიცი უნდა გესაყვედოთ თქვენ არა რა თქმა უნდა იმიტომ რომ თქვენი კომერციული არხია და თქვენ არც გეხებათ ალბათ ეს თემა მაგრამ ის რომ ამხელა ტურნირები ტარდება საქართველოში და პირველი არხი მეორე არხი ორი საშუალება ამხელა ეთერი აქვს და არ გაშუქდეს ისო ტალახაძეს ევრო სპორტზე უნდა უყუროთ და რაგბიში ისა რა ქვია ჩატარდა ძიუდოში ამხელა ტურნირი არ გაშუქდა იგივე რალის ჩემპიონატი ჩატარდა ეხლა აგე წყალბურთი მინდის მსოფლიო ლიგა და ამას ჩვენ ტელევიზორში რო ვერ ხედავთ ნუ ძალიან გულდასაწყვეტია არა მარტო ჩვენთვის წყალბურთელებს საერთოდ აი ხა სპორტის მესვეურებისთვის რა მე მგონი რაღაცა უნდა გამოსწორდეს მესმის რომ იქ რეორგანიზაცია მესმის რომ რაღაცა ახალი ტალღა მოვიდა მაგრამ ვფიქრობ რომ ყურადღება სპორტს უნდა მიაქციონი იმიტომ რომ ერთადერთი თუ პირველ არს რეიტინგი აქვს და რაღაცა ეს არის ალბათ სპორტის დამსახურება თუ ვინმე იმ არხს უყურებს საერთოდ რა
ეს ბევრი არა მე მესმის უბრალოდ მე კოლეგიალობის ფაქტორს ამიტომ დუმილს ვამჯობინებ თუმცა რასაც თქვენ ბრძანეთ არ შეიძლება რო არ დაგეთანხმოთ არა აქტუალური მე მხოლოდ ერთს დავამატებ ეს არის საზოგადოების აბსოლუტურად გეთანხმები და მეტიც აი მე მხოლოდ გავაჟღერებ საზოგადოების ას დიდი მოგზალებით რომ იმედია რომ ბატონი ვასიკო სხვათა შორის აი უშუალოდ ჩვენ ახლა სპორტზე ვსაუბრობ და სხვა ახლა არ ვეხები და ისეთი მომენტია მთავარი მნიშვნელოვანი რომ უნდა გასაჯაროვდეს უნდა ჩატარდეს სახალხო აი შეიძლება ითქვას რა გეიმად ეგრეთ წოდებული ეს კასტინგი და აგრეთვე შერჩევა უნდა იცოდეს საზოგადოებამ ვის ირჩევს რატო ირჩევს ვის და რა პრინციპებით აძლევს მუშაობის შესაძლებლობას როცა რამდენიმე მილიონი ადამიანი გისმენს კეთილი უნდა მოკლედ აი ხო ბანოშოთ ხო გესმით აი ესეთი თემა თქვენ აბსოლუტურად არა შეიძლება თვეში რა და არა ესე იგი ტალახაძეს რა არა მაგ სპორტი და რა გავაკეთე ხა არ უყურო ესე ჩემი კაი ვიღაცა და ხა ნამდვილად ხა უხეშად რო თქვა 20 მაგის ყიდვა არ დაждდებოდა. არ ვლაპარაკობ, ეხა საინტერესოა ფიხალებში გაგებით რა დაждდებოდა ხვალე ეროვნული ნაკრების რეპორტაჟი იტალიასთან. ხო, ეხა იტალიასთან თუ ეროვნულ ნაკრებს არაჩვენებ, ეხა არა სიცხვილე ეხა რომელ ჩაწერილზეა საუბარი, ეხა ან რატო რა პრინციპით არ დააჩვენოს. ეს თვითონ მოთამაშეებზეც მოქმედებს რა. არა, რა თქმა უნდა. იგივე თქვენ რუსეთი ახსენეთ რატო და როგორ. აი ეს მომენტია უკვე შენ რო იცი რომ შენი ტელევიზია არ გაშუქებს, ხალხი არ უყურებს, ის მონდომებით და იმ შემართებით ალბათ ვერ იქნები რა როცა იცი რომ ხალხი გიყურებს ამხელა ქვეყანა ტელევიზორს არის მიშტერებული და შენ რო იქ რაღაცა უფრო მეტი იყო ისაგა ხო ატვესტი უნებრივია პასუხისგებლობა საოცრად რა თქმა უნდა ხო და მაგას ის მინდოდა ხაზგასმით მეთქვა ბანოშო და თუ არ მე ვიცი რომ ხვალე ბიჭები არაფერს არ დააკლებენ მაქსიმალურად თავს მაგრამ ძალიან კარგები არიან და იბრძოლებენ ბოლომდე მაგრამ ხა იმის ლაპარაკი რომ ხა ჩვენ იტალიასთან ნუ ეს იმის შედარება არის ხა ჩვენ რო არა სანახაობა უნდა შევწავლოთ მოდი ასე ვთქვათ ბატონო და სანახაობა სადაც შედეგი არის ის რომ შედეგი მთავარი მისეულია რომ იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაში არის ქართული წყალბურთი მოხდა მართლაც გადაუჭარბებლად ეს არის ზე ფანტასტიკური მიღწევა რომ გავედით ორჯერ მიჯრით ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე სადაც რბილად რო თქვა არ შეგვირჩხენია თავი თამაშობთ სოფლიო ლიგაზე ისეთი გრანდები თუნდაც იტალია კიდე ერთხელ ვამბობ რა რესურსი არის მაპატიიდან ნული ის არის რაც დღეს ქართულ საზღვაო სპორტის სახეობებს ჭირს ხელისუფლების მხრიდან მომიტოვე და ეს არის აი ნუ იცით არ მინდა ეხა უკაცრავად და ნორმატიული ლექსიკის პარაგრაფს გავხსნე მაგრამ კიდე ერთხელ მინდა გავაკეთო ასეთი საჯარო განცხადება. ნუ თუ არ შეიძლება რომ ხელისუფლების ეშელონებში ამ ხედულობაში ისევ მინდა მიმართო პირადად არაერთის ბატონიშო და მიმართოს პირადად პრემიერის რომელიც არ არის სპორტის მიმართ გულგრილი ხო? როგორ შეიძლება რომ არ დაინტერესდეს რა? არა მესმის ხა უამრავი საქმე რომ მარტო ეხა წყალბურთი და საზღვაო სახეობები ვერ მაგრამ ხო შეიძლება კი არა აუცილებელი რომ მოვესწროთ იმას რომ პრემიერს ერთ-ერთი მრჩეველი ყავდეს სპორტის დარგში. და უკაცრავად ეხლა თუ ვიღაც სხვა რგოლებზე ვსაუბრობთ რომ ისინი ავტომატური მრჩეველები ვის რას ურჩევენ და როგორ აკეთებენ ძალიან კარგად ჩანს კიდე ერთხელ ვამბობ ერთადერთი აუზის ამარა არის ქვეყანა სადაც ჩვენ 2000 წელი დავკარგეთ ეგრეთ წოდებული სტაგნაციას არ ქვია მაგას ფიზიკურად იყო წყალბურთი განადგურებული ხო ფიზიკურად 90-იანი წლების დაპირებები იყო არა დაპირებები კი სოციალურად მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რაიონში უნდა ყოფილიყო ერთი და მაბადიად ის იყო აი დღეს ანეკდოტივით როა და ნამდვილი ის რომ გუდაიში ის იმაზე გარეთ რო ხმელეთზე რო ასე ნუ ეხა ცურვას ხო ორი წელი დადიოდა ბავშვი შობელი გამოვიდა და ორი წელი არ და გუდაიში ის მარტო ლიტოფონის ქარხანაში ის ქარხნის აუში რამდენი ვაიმე რა ლეგენდები ასლე ხო წარმოგიდგენიათ მეკა ხო და ეხა რაც ბატონიშო და გააჩერე რამდენიმე წუთის წინ ხო აჭარის დედაქალი ბათუმში არ არის აუზი რა ქვია ეხა ამას ხო აი მოდი ეხა მართლა ნორმატიული ლექსიკის პარაგრაფში ჩავედიოთ რაც ამას ქვია ჩემზე ძალიან კარგად მოგეხსენებათ ხო რუსთავში რა ხდება აი ეს აუზი და სტადიონის ბათუმში სხვათა შორის და ეს მიკვირს რა ესეთი მშენებლობები რომ მიდის იქრბე რომ არ არსებობს სოფლიოში სტადიონი სადაც გვერდზე აუზი არ უშენდება ნუ აი გამორიცხულია ეგეთ პრეცედენტს ვერ მეტყვით რა ალბათ რა იმიტომ რომ აი ყველგან მარაკანა გვერდზე არის აუზი ოლიმპიადები ჩარდება მომიტოვეთ ჩემი თავი წყალი არის სიცოცხლის ელექსირი ნებისმიერი სპეციალისტი სამედიცინო მუშაკი არ მინდა სხვა სპორტის სახეობებში ნებისმიერი ექიმი იწყებს პაციენტთან საუბარს წყალთან დაკავშირებით არ არსებობს რო არ შეეხოს წყლის ანუ პირდაპირ მითითება ვაიმე თვითონ ჩვენ ვართ 70% წყალი და
წყალი და უზი არ კონდეს საქართველოს ბოლო მართლა წყალს მიაქვს ქვეყანა ისეთი გაგებით ხო გადაანთი მნიშვნელობით არ ვამბობ ხო და ნუ გადაანთი მნიშვნელობით ამ პირიქით ხო და ეხლა აქ ნუ შეიძლება ამის პრობლემა იყოს მე მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ რომ საჩხერეში აშენდა უზი 25 მეტრიანი არასტანდარტული 2 წლის უკან 2 წლის თავზე მივიღეთ საჩხერე საქართველოს ჩემპიონები წყალბურთში. კი, ერთად ასაკობრივ დიახ. კი ბატონო, ასაკობრივ ჯგუფში, კი ნუ ეხა აბა უმაღლესი ლიგა არა გვაქვს ჩვენ და ასე რომლისთანაც ეს ბიჭები აი ხა იზრდებიან, უკვე საქართველოს ნაკრებში არიან და წელს მაისში, აი ხლა მაის 3 დღე 11-14-მდე თუ არ ვწდები, ჩატარდება თბილისში ევროპის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტური, საიდანაც უკვე ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ ახალგაზრდული ჩვენი ნაკრები, რომელსაც ჩომახიძე უდგას სათავეში, ლეგენდარული რეზო, ის ნამდვილად ლეგენდარული მოთამაშეა და რა ვიცი, აი ძალიან დიდი მედებს ვამყარეთ ამ ბიჭებზე და ამ ახალგაზრდებზე და ნუ აი თბილისში ისე ჩატარდება ესეთი ჩემპიონატი და იმედი გვაქვს რომ პირველ ადგილს აიღებენ და უკვე ფინალურ ეტაპში ერთი თამაშით რომ მოვიგეთ, უკვე 12 გუნდში ხვდებით. კი. ხო წარმოგიდგენია ეს ამბას დამატებული ესე იგი რაც თქვენ ბძანეთ ეხა მინდა პატარა გადახოვო გავაკეთო რატომღაც ესე იგი ბჭყალებში გაგებით რაღაც სურვა როგორ ჩანს აი ამ სპორტის დიდი მესეურებისთვის იქცა მე-100 თუ მე-1000 ხარისხო იმიტომ რომ სიტყვა სურვის მცნება არ არის და უბრალოდ ამათაც მინდა ბატონშა და მიმართო იცით რა არის ეხა მაბატე დრო როცა არიან დედამიწის ძალოსნობის მერე მეორე ადგილზე მედლების რაოდენობით ოლიმპიადაზე არის სურვა ისე კარგია თუ ეს გამეორება სოციალიზმზე და მე აქვს ამერიკაში მთელი მედლები და მის ხარზე არის რომ გარდა ამის თქვენ აბზანე ჯამთელობის ხრივ ესთეტიზმი გინდა ჯამთელობა გინდა იგივე მაბატის სახეობები ხო ეხლა არ მინდა ჩამოთვალო სახეობები ჩემთვის მაგალითად რა აი ჩემთვის სამეფო სახეობებს რო ეძახიან დაუშვა ჩოგბურთი ელიტარული კი ბატონო ხილამურები სურვა ეს ყველა უნდა იცოდეს ცხენოსნობა ვთქვათ ხო რატომაც არა ყველაფერი ხელს გვიწყობს ამისთვის მაგისთვის ვარ დაბადებულები და მაგით ვამაყობთ რომ მონიჯიბი ისინი ყავს ცხენოსნები არაჩვეულებრივი ის და ამის გარდა თაობის ფიზიკური განჯანსაღების პროცესში ხო ეხლა თუ სურვაზე არ შეიყვანე ბავშვი შესაძლებლობა არ მიეცი თუ ტრამპლინიდან იგივე იმ კოშკურიდან ხტომა ულამაზესი ხო ეხლა შეხედა ეხლა მაგალითად რატომ უნდა გეჭირდებოდეს ბართაიას კოშკურა რო არა გვაქვს ეხლა ბიჭი წავიდა და მინსკში იდეალური პირობები იყო შექმნილი ხო ეხლა აი უცხო სახელმწიფოში უბრალოდ მეგობრობენ და შეუქმნეს ვარჯიშის იდეალური რაღაც მოდის რამდენიმე უნიჭიერესი მტომელი ხო ეხლა ესე გვეხმარებიან ჩვენც რა ჩვენი ყოფილი ასე ვთქვათ თანამემამულეები და სამადლოდ ვართ ხო წარმოგიდგენიათ ბელორუსიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ეხლა ყველას არ ჩამოვთვლი მაგრამ არის ეს ურთიერთ ესეთი ტურნირებზე მოპატიჟებები დახმარებები ეხლა ჩვენი პატარები წავიდეთ ხო ბატონო უკრაინის ჩემპიონატზე ეხლა მიიღო ჩვენმა სოზო აისურაძემ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და გააგზავნა ეხლა 13 წლის ბავშვები ნაკრები შედგა უკვე უკრაინაში და მინდა გითხრათ მეორე ტურში გავედით მეორე ადგილით ერთი თამაში დაუმარცხდით ერთი ბურთით ისიც ძალიან დასანანი თამაში წავაგეთ იმიტომ რომ ორი ბურთი მიყვავდა და ბოლო პერიოდი საერთოდ ბურთით გაგვიტანეს და ერთი ბურთით დაუმარცხდით ისიც იმიტომ რომ ნამგზავრები იყვნენ და პირველი თამაში ყველაზე ძლიერ გუნდს შევხვდით დანარჩენი თამაშები სამი თამაში 12-5 21 12-5 მეორე თამაში ესე იგი უკრაინის ჩემპიონატზე ესე გვასახელეს ჩვენმა ბიჭებმა და უკვე მეორე ტურზე იმედი გვაქვს რომ ამ გუნდს უკვე ჩვენი მწვრთნელები მიიღებენ ზომებს და უკვე იმასაც რაღაცას მოუხერხებთ არ და ბატონო და სიტუაცია არის საკმაოდ ძიმე მოდი ასე ვთქვათ ის კატეგორია ვინც ვერ ხდება ლეგიონერი და ეხა ისეთი რთული ისეთი კონკურენციის პირობები ევროპაში დამეთანხმეთ რომ იოლი ლეგიონერი რო გახდე ეს მარტივი საქმე არ არის აი რა ხდება დანარჩენებთან ხდება ის რომ არარსებული ფინანსების გამო აბსოლუტურად წირიც არ ქვია კიდე ერთხელ ვამბობ ის რაღაცა მილიონი ნაწილდება 4 სახეობაზე ნუ ხო წარმოგიდგენიათ აქ ძვირფასო მეგობრებო საქმე როგორ დგება იცით საკითხი რომ აი უბრალოდ მონაწილეობა მაინც რო შევძლო და არ გამოვტოვოთ რომელიმე მნიშვნელოვანი ტურნირი თორე აქ ბატონიშო და რას თქვენ გააჟღერეთ შეკრებები ამხანაგური თამაშები 4-თა ტურნირები თუ 6-თა ეს აი ეს ყველაფერი დატვირთო ეხლა უბრალოდ მინდა გავაჟღერო აი ეს ულამაზესი უნიჭიერესი თაობა ხო ეს კი ბატონო ეს ნიკა შუბლაძე, ირაკლი რაზმაძე, მეკარბები, შემდეგ გუნდის კაპიტანი ზუგარო რუა, მიშიკო ბაღათურია, გიორგი ხოდელიანი, ალექსანდრე უსული, კოტე გეგელაშვილი, ანდრო ბიტაძე, რეზო იმნაიშვილი, ბეკა კავტარაძე, გიორგი მესხი, ნიკა შუშიაშვილი. ნუ
აი ეს შემადგენლობა, ნუ ნაწილი ხო კი ბატონო რამდენიმეა ლეგიონერი, ნაწილია რამდენი სულ. ლეგიონერი ესე იგი იმნაიშვილი, ბითა, ზურგა, იმნაიშვილი, ბითა, ხო 3 ლეგიონერი ყავს კიდე და მესხი და 4 კი, ეხლა 4. აი დანარჩენს ვერბაზო მეგობრებო, ვერ ვატარებთ ეროვნულ ჩემპიონატს. არ მინდა ეხა პოლიტიკურ ჭილში გადასვლა და რაღაც იყო კარგი წინადადება შემოთავაზებული და ასამსავის ხო. გუნდი ფინანსდება. რკინიგზა. ხო და მაგდე და ორ გუნდა ჩემპიონატი გასწრებოდ როგორ ჩავატარო. ხო ერთადერთი იყო ლიხტენშტაინი, მაშინ არ ქონდა სტატუსი ვებას, ატარებდა წელწადში ერთ თამაშს ქალაქ ვადუჩში და თასის ფლობელი ვლინდებოდა. ეს იყო რა, ხო ნუ ეს ფეხბურთზე საუბარ, ნუ ეხა ის პარალელი გავაკეთე. ხო ეხა ეს ორი გუნდი ვათამაშოთ, რამდენ თამაში ვათამაშოთ ერთმანეთთან, ეგება ვიღაცა მაგვისხას. საქმე როგორ დგება ისე ძვირფასო მეგობრებო, როცა რაღაცას გიგრძალავენ და არ გაძლევენ, აუცილებელი ეს ელემენტარულია, რომ შემოგთავაზონ ალტერნატივა. კაი, ლაგუნიდან გამომაგდე, არ მაძლევ რატო ვერ გავიგე. აგერ აქ ბატონო ღიაუზი დამიტოვე და იქ ვინდა რატო უნდა ჩავიდეს, ჩემთვის გაურკვეველი, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენეს არ მოხმარდება. აუზი, ორთაჭალის აუზი, ძალიან ბევრი აუზები გვაქვს დაკარგული. მაგრამ ყველაზე დიდი აქტუალური რა არის, აი ბატონო მე ხა მინდა უბრალოდ კი ბატონო ჩვენ კიდე კანონმდებლობით უნდა ჩაერთვენ ამ საკითხში და რატო ერთი აგიხსნით რა. ჩემ ხედვას უფრო სწორედ სუბიექტურია, მაგრამ ესეთი ხედვა მაქვს, რომ წყალში გადასახადი, რომელსაც ვიხდით ჩვენ სპორტსმენები და აუზის მეპატრონეები ძალიან დიდია. ეს იგივეა გადასახადი სიტყვაზე ვიძახი ხა აი კოკა-კოლა ხო? ის ასხავს ამ წყალს, გაზებს უშევს რაღაც სითხეებს და ყიდის. კი ბატონო, კონტექსტურია. კი ბატონო და ჩვენ რა გავაკეთოთ ახლა იგივე გადასახადი რომ ჩვენ კისერზე არის სპორტსმენები მე არ ვიცახი მარტო წყალბურს და ცურვას იგივე ფეხბურთელებს დუშის გადავლება ხო უნდა იგივე სპორტულ რო გაუფრიანდება მოჭიდავე იმას დუში ხო უნდა გადაივლო წყალი არ შეიძლება რომ რაღაცა სახელმწიფომ რაღაც დოტაცია მიიღოს კანონში მივიღოთ ესეთის რომ გავანთავისუფლოთ ეს წყლის გადასახადიდან ეს ამხელა აუზი რო აშენდება და იგივე მოიკას რო ეძახით მანქანებს რო ეცხავენ იმან გადასახადი და კოკა-კოლამ და წყალბურთის ფედერაციამ ერთნაირად რატომ უნდა ბანოშა ჩემ გულში იღავით მოგივდე ჩემი თავი ესეც ხო იმპორტი არ არის ეს ხო არ არის ის რესურსი ეგზანი ჩვენ ხო არ ვყიდულობთ ამას რომ ვყიდით იგივე აბონემენტს ხო უფრო იაფად გავყიდით რა თქმა უნდა ან სულ არ გავყიდით და ისე მივიღებთ ამ ბავშვებს და ეს ხო ძალიან დიდი შეღავათია ჩვენი ხალხისთვის, ბავშვებისთვის, მოზარდი თაობები ჯანმრთელ. მით უმეტეს როცა ეკოლოგიურად ესეთი კატასტროფის მქონე პირობებში ცხოვრობ, ყველაფერი დაბინძურებული, საკვებთან პრობლემები, გენმოდიფიცირებული, ხო წარმოგიდგა ერთადერთი არის რა, რისი ხსნა, რომ რაღაც ესე იგი ეს ბავშვები ჩაუშვათ ახალგაზრდები ჩვენს კი ბატონო ჩვენ რა დავაშავეთ აუზში რომ კონდეს აუზთან წვდომის და ამ ხრივ ეგება გადაიდგას ნაბიჯი და კიდე ერთხელ მე არავის იმედი არა ისი საოცარია რა უბრალოდ ეხა ძალიან დიდი გრძალვით და იმით მე მაგ პირადად ამის უფლება პიროვნად ვიყენებ ჩემი საავტორო გადაცემა რეალურად გიჭერთ ბატონო გიორგი მხარს გიჭერდით იგივე საარჩევნო კომპანიის დროს და ჩვენ პიროვნულს არაფერს არ თხოვთ ხედელობაში მაგ პრემიერი რომ ეგება ცოტა მოგხედოთ რა ჩვენ არა ქვეყანას და ამ საზოგადოებას და ახალგაზრდებს სხვა მხრივ მერწმუნეთ ბატონშოთ არავის სხვა ხმის ამომღები არ არის არა ესე დამოკიდებულებაა რა აი მოდის კიდე ერთხელ მობიტალია 50 მილიონი ევრო არ ვედრები ბატონო მაგრამ იმის ფონზე არა ნუ კი ბატონო არა მაგრამ იცი მავანი დედამი გამოვა ეხა დედამიწის ჭიპის ერთ-ერთი წარმომადგენელი და იტყვის მე რომ შენ ბიჭო იტალიასთან ესე რო აგებ მე რას მთხოვ რას გთხოვ არა ეს იგივეა რომ ჩვენ მე ძალიან მიყვარს რაგბისტები ჩემი მეგობრები არიან ძალიან დიდ პატივსცემ და ძალიან მომწონს მათი ხედვა საერთოდ და როგორ განავითარეს და აი ძალიან მიყვარს ეს ხალხი რა ძალიან და გია ნუ უმაგრესი ადამიანია როგორც მენეჯერი რომ არაფრიდან აი ესეთი დიდი მიღწევები აქვს რაგბისტებს არ მშურს პირიქით მინდა ხაზი გაუსვა რომ ეხა რაგბი რო შეხვდეს ახალ ზელანდიას და რო დამარცხდეთ ეხა ამიტომ რა ვქნათ აღარ უნდა ვეთამაშოთ ნუ ეს ხო არა ნუ ეს ეხა რა თქმა უნდა ეს არის იაფასიანი დემაგოგია ჩვენ ვერ გავიზდებით ჩვენ თუ იმ ძლიერებთან არ წავაგეთ არ დავმარცხეთ ბრძოლაში ვერასდროს ვერ მოვიგებთ
მაგრამ დადგება დამიჯერეთ რა დრო, როდესაც ჩვენ მართლა ვიტყვით ჩვენ სიტყვას და ოლიმპიადა არის ალბათ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ამაზე ცალკე გადაცემაში აუცილებლად ვისაუბრებ სამწლიანი გეგმა, რომელიც ელემენტალურად არ მიიღეს ის ვინ ჯერ არის, აი მათ რო უნდა მოეკითხათ, სამწლიანი გეგმა ქართული წყალბურთის განვითარების ამ შემთხვევაში არასასწავლო საკითხებზე არ საუბრობთ, ესეც კიდე ცალკე თემაა ძვირფასო მეგობრებო, სადაც საქართველოს ნაკრებს არ გაგიკვირდეთ, ქონდა რეალურად ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე მოხვედრის შანსი. რეალურად ბრძოლის ერთადერთი სადამაშო სახეობიდან ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. აი რა გამოვიდა ამ საქმიდან? აი სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო ბატონიშო და მე მინდა წარმატებები გისურვოთ, ღერძელობა. აი უკეთესობილესი ადამიანი ხარ, დიდებული ქართველი, დიდებული ოჯახის მამა და არ შეიძლება არ აღვნიშნო რომ იცით რაღაც შეიცვლება რა. იმიტომ რომ ესე არ გაგრძელდება რა, ესე არ იქნება მარტო მაპატიეთ ეგრეთ წოდებული VIP-ის პერსონაფიცირებები და არანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი. ხვალ კი ძვირფასო მეგობრებო 20 საათზე ხო? ხო არ 19-ზე და 30-ზე იყო მაგრამ მე მგონი 20-ია. შოუ და ნუ ყოველ შემთხვევაში ბატონო იტალიამ იქ დაგვიდგა სასაული, ქართულად იმღერეს გიმნი. ნუ ჩვენ ახლა იტალიურად არ ვიმღერეთ, მაგრამ რაღაცას მოვაწყობთ გასაუბრებას. ნუ საგადრისი დახვედრა უნდა. საქართველოს აჩვენებს თავის სახეს იტალიელებს ალბათ. და თამაში იქნება მეტად, ნუ ასეთი რანგის გუნდით სტუმრობი ჩვენ განებირებული არა ვართ, ასე რომ იმედია ქართული სპორტის ხომას ხვალ აღნიშნული დღესასწაული და ზეიმი ნამდვილად დიდ იმას მისცემს და რა ვიცი ყველაფერი ნუ უნდა მობრძანდე და ხვალე 20 საათზე უკომაგო ჩვენს გუნდს სანახაობრივად გველის შედეგზე არ ვაკეთებ დორე შედეგი იქნება ღირსეული პაეკრობა ბიჭები როგორც ბატონო დამძანა ბოლომდე დაიხარჯებიან და არც თავარია კეთილი უნდა ინებოს და უნდა დაიხარჯოს ხელისუფლების ის ნაწილი ვისაც ეხება და კიდე ერთხელ ვამბობ მინდა კიდე ერთხელ გავუსვა ხაზი უკვე არ მომბეზდება ამის თქმა სანამ პრემიერისგან არ იქნება თუნდაც აი დირექტივის დონეზე გაკეთებული რომ რა ხდება აი კითხვის ნიშნის ქვეშ მაინც დასმული საკითხი რაც ბუნებრივია შემდგომ ამ ულამაზეს საშურ ჰაერივი და როგორც ჰაერი გჭირდება ისე გჭირდება ადამიანს წყალი ამ ულამაზეს სახეობებს სათანადო ყურადღებას დაუბრუნებს კიდევ დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი გეცოცხლეთ წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ-ტაიმი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.